ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის კონკურსის გამარჯვებულები სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გამოვლინდნენ. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში 14 ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები. კონკურსის გამარჯვებულად ალექსანდრე ხუბუა დასახელდა, რომელსაც ფერწერული ნამუშევრისთვის ურბანიზაცია ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაიცა. ასევე კონკურსის ფინალისტები ფერმწერი ვერიკო იობაშვილი, უსათაურო ნამუშევრისთვის და მოქანდაკე ნინო თალაკვაძე ნამუშევრისთვის სულის მეტამორფოზა დაჯილდოვდნენ. მინდა დღეს მივულოცო ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიის გამარჯვებულს და ვუსურო მას წარმატებები და აქვე სამინისტროს პოზიცია დავაფიქსირო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნების დარგის განვითარება და მისი მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ თაბუკაშვილის პრემია ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა და მომავალ წელს ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კვლავ მუშაობას, რომ გავზარდოთ ცნობადობა ავამაღლოთ ამ მიმართულებით და უფრო მეტი ნამუშევარი იყოს მომავალ წელს წარმოდგენილი. მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, მეხარია კიდეს, რომ დამიფასეს ეს ყველაფერი შრომა და მადლობა მეტი რამე თქვი. ხადაჭერა იყო, რა თქმა უნდა, ახალიცება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ხატრისთვის, იმიტომ რომ სახელოსნოში რო ძით რაღაც ხატა გონია რომ არავინ არ არის დაინტერესებული და ეს მაინც სტიმულს აძლევს და ასე რომ ძალიან კარგი გამოცხებაა და მე მივესალმები ამას და დიდი მადლობა ყველასთან. აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს მიერ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებდა. რთული იყო, მინდა გითხრათ, არჩევა, იმიტომ რომ ბევრი ნამუშევარი იყო საინტერესო და სხვადასხვა სტილით და სხვადასხვა კონცეფციით, ანუ ერთი გრაფიკაა წიგნის, მეორე ქანდაკება, მესამე ფერწერა. ეს არის სხვადასხვა ჟანრი, სხვადასხვა მიმართულება და აქ ახლა პრიორიტეტები რომელი აჯობებს და რომელია კარგი. ამიტომ მოგვიწია სათითაოდ ყველა კომისიის წევრებით, მაგრამ ობიექტურად ჩატარდა, ვინაიდან არავინ არ ვიცოდით ვისი ნამუშევარი, ვინაა ავტორი. ნიკოლოზ თაბუკაშვილი 1952 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში. იქ დააარსა სამხატვრო სტუდია. 1955 წელს კი სამხატვრო სკოლა, მოგვიანებით სასწავლებელიც, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. 1965-1975 წლებში სოხუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები. ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები ინახება აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში.